ქართული ოცნება ახალი კონსტიტუციური სარჩელით საკონსტიტუციო სასამართლოს დღეს მიმართავს ასაკრძალ პარტიათა სია იზრდება ნაციონალურ მოძრაობას ახალსა და ლელოს ფედერალისტებიც დაემატება. დეტალებს ნინო არღულიანი გაგვაცნობს. არაკონსტიტუციური პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით ქართული ოცნების სასარჩელო მოთხოვნა იზრდება. მიხეილ სააკაშვილის, ნიკა გვარამიასა და მამუკა ხაზარაძის პარტიის გარდა მართველი პარტია თამარ ჩერგოლეიშვილისა და გიგა ბოკერიას პარტიის აკრძალვას ითხოვს. დღეს შალვა პაპუაშვილმა საფუძვლად რამდენიმე მიზეზი დაასახელა. პირველი კანონმდებელი ამბობს, რომ პარტია ფედერალისტები სრულად იზიარებენ 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის ძალადობრივი პროცესების ორგანიზატორების ამოცანებს და ამ პარტიის მთავარი მიზანიც არჩევნების დელეგიტიმაციასთან ერთად კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება. 2 მარტს ხელმოწერილი დეკლარაციით რამდენიმე პარტიამ გაიზიარა ის სტრატეგიული ამოცანები, რაც მათ აქვთ, გაერთიანდნენ 4 ოქტომბრის ხელისუფლების დამხობის ორგანიზატორებთან და ამითაც გაიზიარეს მათ კიდევ ერთხელ ურთიერთ გაიზიარეს სტრატეგიული მიზნები, განაცხადეს მათი ამოცანა, რომ მოხდეს არჩევნების დელეგიტიმაცია, რომ მოხდეს კონსტიტუციური ორგანოების უფლებამოსილების არაღიარება და ასე შემდეგ. აქედან გამომდინარე აქამდე არსებულ 3 პარტიას ჩვენ კონსტიტუციური სარჩელით ვამატებთ ფედერალისტურ პარტიას. რა თქმა უნდა, ამ ალიანსში არიან სხვა პარტიები, თუმცა ისევე როგორც წინა შემთხვევაში ჩვენ ვთქვით, რომ ჩვენ ერთი მხრივ უყურებთ თუ რა არის მიზნები, რამდენად ანტიკონსტიტუციური მიზნები აქვს ამა თუ იმ პარტიას, მეორე მხრივ ასევე უყურებთ თუ რამდენად არსებითია მათი გავლენა პოლიტიკაზე. დღეს ამ ალიანსში ვიცით, რომ ამ ალიანსის ლიდერები არიან მიხეილ სააკაშვილი, გიგა ბოკერია და ნიკა გვარამია. ეს არის 3 ნაციონალური მოძრაობის კრიმინალური რეჟიმის 3 მაღალჩინოსანი, რომელიც დღეს ამ კვლავ გაერთიანებული ნაციონალური მოძრაობის ალიანსის სახით ცდილობს, რომ ქვეყანა აქციოს მარიონეტულ სახელმწიფოს. სასარჩელო მოთხოვნაში დასახელებული არგუმენტები დღეს თამარ ჩერგოლეიშვილმა ჩვენთან საუბარში კიდევ უფრო გაამყარა. მან თქვა, რომ დიახ, მათი მთავარი მიზანი კონსტიტუციური ორგანოების არაღიარება. თამარ ჩერგოლეიშვილი და ალიანსის სხვა წევრები ამბობენ, რომ ქართული ოცნების სარჩელი მათ გეგმებში არაფერს ცვლის. ძალიან კაფიოდ გქონდა გაცხადებული, რომ მიუხედავად იმისა, რომელ პარტიას ეხება, თუ პარტიები იკრძალება ქვეყანაში, ნიშნავს, რომ პოლიტიკური პროცესიც იკრძალება და ფედერალისტები არანაირ ფორმალურ პროცესში ასეთ პირობებში მონაწილეობას არ ვაპირებთ. ამდენად არაფერი არ იცვლება. ჩვენ მოვაწერეთ ხელი პოლიტიკური პარტიების შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკის გაგრძელებას. ის პოლიტიკური ძალები, ოპონენტები, რომლებიც უწევენ წინააღმდეგობას, ფაქტობრივად აკრძალვა გადაწყვიტა ქართულმა ოცნებამ. ქართული ოცნება ახლა რასაც ცდილობს არის ის, რომ ჩვენ თანამოქალაქეებს აუკრძალოს პოლიტიკური იდენტობის ტარების უფლება და არჩევნებზე კონკრეტული ამ იდენტობის დაფიქსირების საშუალება აღარ მისცეს. იმ პარტიების ადგილი, რომლებსაც ხელისუფლების შეცვლა ძალადობრივი გზით უნდათ, ქართულ პოლიტიკაში არ არის. ამბობენ მართველი გუნდის წევრები და როგორც ირკვევა, ქართულ ოცნებას ამ პროცესში საპარლამენტო ოპოზიციის ნაწილის სრული მხარდაჭერა აქვს. ეს ის საკითხია, სადაც ჩვენ რა თქმა უნდა გვაქვს ერთიანი ხედვა, როგორც ხალხის ძალას, ასევე ოცნებას, ნაცმოძრაობა, რაც დროზე იქნება ჩამოცილებული ქართულ პოლიტიკას, მით უფრო ეშველება ზოგადად ქვეყნის პოლიტიკურ პროცესებს. ამიტომ საკონსტიტუციო სარჩელში ფედერალისტების დამატება ნიშნავს იმას, რომ იდეა არის ის, რომ ნაცმოძრაობის დამფუძნებლები იქნებიან, ლიდერები იქნებიან, ადამიანები, რომელსაც შექმნიან რეჟიმი, აი ამ შემქმნელების რა თქმა უნდა, ვინაობა არის მნიშვნელოვანი. თორე პარტიას ას დაარქვენ მე ხა ნაცმოძრაობას, ფედერალისტებს, ახლებს თუ ძველებს
შინაარსში არაფერი არ იცვლება. ჩვენ გვინდა რომ პარტიული სივრცე და ზოგადად პარტიული პლატფორმა საქართველოში იყოს უნდაგვარი, რომ ყველა დემოკრატიულ პოლიტიკურ გაერთიანებას ჰქონდეს შესაძლებლობა რომ მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ გვყავს რადიკალური პოლიტიკური ჯგუფი, ეგრეთ წოდებული კოლექტიური ნაციონალური მოძრაობა, რომლებსაც ეს ოპოზიციური ფლანგი აქვთ მთლიანად დაპყრობილი, შეიძლება ითქვას და არ აძლევენ შესაძლებლობას, რომ მართლაც რეალურ კონსტრუქციულ პოლიტიკურ ჯგუფებს შემოვიდონ ამ პლატფორმაზე. ამიტომ გამომდინარე იქიდან, რომ მათ ქმედებებში ძალიან ბევრი არის არაკონსტიტუციურობის ნიშნები, რაც არის საფუძველი იმისა, რომ ესეთი პარტიები არაკონსტიტუციურად გამოცხადდეს, ბუნებრივია ჩვენ ამ გზას აუცილებლად მიმართავთ და იმედი მაქვს, რომ შესაბამისი შედეგის დადგება. არაფერი, ყველა ის პოლიტიკური პარტია, ვინც დაკავებულია იმით, რომ მოაწყოს სახელმწიფო გადატრიალებები, დაარღვიოს საქართველოს კონსტიტუცია, ემსახუროს სხვა ქვეყნის წარმომადგენლებს, ჩვეულებრივად ვიცით ხო ყველამ, რომ აგენტურა არის და ეს წლების განმავლობაში იქნებოდა ასეულობით მილიონი იხარჯებოდა იმაში, რომ ეს დაჯგუფებები, მოღალატეები შექმნილიყო და ეს ხელწერა მხოლოდ საქართველოსთან დაკავშირებით არ არის. ზოგადად ყველგან, სადაც არის პოლიტიკური ინტერესი, ყველგან ერთ და იგივე დამოკიდებულება აქვს და ეს სქემა გაშიფრულია. კონსტიტუციური სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში 99 დეპუტატის ხელმოწერით შევა. საპროცედურო კომიტეტმა დეპუტატების ხელმოწერის ნამდვილობა უკვე დაადასტურა, რაც იმას ნიშნავს, რომ სარჩელი სასამართლოში დღის ბოლომდე გაიგზავნება.